მოგაცხებ კითხვებს, რომელიც რედიენტის შესახებ ხშირად ისმის. პირველი კითხვა არის ხოლმე, რომ რა არის რედიენტი, მარტივად რომ ვთქვათ. რედიენტი არის ბუნებრივი კომპონენტებით შექმნილი ფორმულა, რომელიც ეხმარება წონაში კლებაში. რამდენიმე გზით, რამდენიმე მოქმედების მექანიზმი აქვს, მათ შორის ერთი არის, რომ ცხიმების წვას ხელს უწყობს, ცხიმების წვას როცა ვამბობთ გულისხმობთ ცხიმების ოქსიდაციას. პირდაპირ გაგებით წვა ხდება ამ დროს, ანუ უჯრედულ დონეზე, რა თქმა უნდა, იწვის ცხიმი და გამოიყოფა ენერგია. ამ ენერგიას მოიხმარს ორგანიზმი. ამას აკეთებს რედიენტში შემავალი მწვანე ჩაის ექსტრაქტი და კოფეინი, ორივე ერთად სინერგიულად. მეორე მთავარი მექანიზმი რედიენტის არის, რომ ნახშირწყლების ათვისებას ხელს უსლის, სახამებლის განსაკუთრებით და სახამებელი არის რეალურად ის მთავარი ნახშირწყალი, რასაც ვიღებთ ძირითადი საკვებისგან, მაგალითად პურეულისგან, ცომეულისგან, ნებისმიერი ცომეული და მათ შორის ბევრი ბოსტნეული კარტოფილი მაგალითად. დიდი რაოდენობით შეიცავს სახამებელს და სახამებლის ათვისებას მნიშვნელოვნად ამცირებს. ზოგჯერ 60%-ით. ნაკლები სახამებელი ნიშნავს ნაკლებ გლუკოზას და ნაკლები გლუკოზა ნიშნავს ნაკლებ ინსულინს და ინსულინის გრძნობელობის გაუმჯობესებას და ამ მხრივ ეხმარება ადამიანებს წონაში კლებაში და მადის დაქვეითებაში და ნაკლები და სტაბილური გლუკოზა ასევე ნიშნავს, რომ ცხიმები უფრო ადვილად იწვის და ადამიანი იკლებს წონაში და ნაკლები გლუკოზა ასევე ნიშნავს, რომ სისხლძარღვები, თირკმელები და კიდე მრავალი ორგანო, მათ შორის გული და ტვინი უფრო მეტად დაცულია, როცა გლუკოზის სპაიკები არ აქვს და ასევე ნაკლები გლუკოზა ნიშნავს, რომ გლუკოზის სპაიკების, ანუ უეცარი მომატების და კლების შედეგად გამოწვეული კრეივინგი არის, როცა ძალიან გვინდა მაგალითად შაქრიანი ან ტკბილეული ან რაღაც კონკრეტული საჭმელი, აი ეს კრეივინგები მცირდება. და მესამე მნიშვნელოვანი ეფექტი, რასაც რედიენტი აკეთებს, არის მადის შემცირება. მადას ამცირებს რამდენიმე სხვა მექანიზმით. მათ შორის ერთ-ერთი არის კოფეინის მექანიზმი, ერთ-ერთი არის თეთრი ლობიოს ექსტრაქტის მოქმედების მექანიზმი. მას შემდეგ, რაც სახამებლის მონელება არ მოხდება, ის გამოიყენება როგორც პრებიოტიკი და ეს მას ინელებენ ბაქტერიები, სასარგებლო ბაქტერიები ჩვენს ორგანიზმში და ეს ამ პროცესის დროს სტიმულირდება ინკრეტინები, ანუ ნაწლავრის ჰორმონები, რომელიც ნაყროვანების შეგრძნებას განაპირობებს. ასევე თეთრი ლობიოს ექსტრაქტი ანელებს კუჭის დაცლას და ეს თავის მხრივ კიდე უფრო იწვევს სისავსის შეგრძნებას და ნაყროვანების გაძლიერებას უფრო ხანგრძლივად. შედეგად ადამიანს უადვილდება წონაში კლება. ამიტომ რედიენტთან ერთად წონაში კლება ბევრად უფრო მარტივია და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც გამოვლილი აქვს ეს დიეტის, წონაში კლების და მე მატების ციკლი. შემდეგი კითხვა არის, რომ აუცილებელი არის თუ არა დიეტა რედიენტის მიღების დროს, თუ არ არის საჭირო დიეტა. თუ ნორმალურად ვიკვებოთ. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ კაცრი დიეტა არ არის საჭირო. პირიქით, კაცრი დიეტების ერთ-ერთი ზუსტად უარყოფითი მხარე ის არის, რომ გვაბრუნებს ციკლში. ისევ მატების და ბევრმა ადამიანმა, ვინც დაიკლო თავის დროზე და მე ისევ მოიმატა და მე ისევ დაიკლო და ასე აი ამ მანკიერ წრეშია ჩაბმული და ძალიან კარგად იცის, რომ მნიშვნელოვანი შეზღუდვები იწვევს წონაში მატებას ისევ. ამიტომ კაცრი დიეტა ნამდვილად არ არის საჭირო რედიენტის მიღების დროს. რედიენტი გეხმარებათ, რომ ბუნებრივად ნაკლები ჭამოთ, რადგან რედიენტი ამცირებს მადას, რადგან რედიენტი ამცირებს ნახშირწყლების შეწოვას და შესაბამისად გლუკოზას ასტაბილურებს. რადგან რედიენტი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ცხიმების წვას ხელს უწყობს და მეტაბოლიზმის აჩქარება ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წონაში კლებასთან ერთად ბუნებრივად მეტაბოლიზმი ნელდება და ეგ ხდება ხოლმე ზუსტად ხშირად პლატოს ეფექტის მიზეზი, როცა მეტაბოლიზმი ნელდება, ორგანიზმი ეჩვევა, ორგანიზმი იწყებს ნაკლები კალორიების წვას და შემდეგ წონაში კლება ჩერდება. აი ეს პლატო რომ დაიძლიოს,
რომ წონაშიკლება არ გაჩერდეს. ამისთვის რადიენტი არის კარგი ასევე. ამიტომ ნაკლები ჭამა სასურველია, მაგრამ კაცრი დიეტა არა. ნაკლები ჭამა ბევრად ადვილია რადიენტთან ერთად. ეხმარება მნიშვნელოვნად ადამიანს და აი ის თუნდაც დიეტა და ნაკლები საკვების მიღება აღარ არის ესეთი რთული, როცა ადამიანი იღებს რადიენტს. ეს შეიძლება იფიქრო როგორც ბიოლოგიური ალიანსი ორგანიზმთან, რომ ერთი რომ მადას შეგიმცირებს და უბრალოდ ცოტას მიღება, მოგინდება მეტაბოლიზმი აჩქარდება და მეტ ენერგიას ხარჯავ და ნაკლებ ნახშირწყლებს შეიწევ. ანუ რეალურად სამ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს ურტყავს, რომელიც წონაშიკლებისთვის არის აუცილებელი. აქ მეორე საკითხი რა თქმა უნდა არის, რომ ადამიანმა არ უნდა იფიქროს, რომ მე სრულ დაცულობის შეგრძნება არ უნდა გქონდეს, რომ მე ვსვალ რადიენტს, რადიენტი კი არა, რომელი საკვები დანამატიც ან პრეპარატიც არ უნდა მიიღო, თუ შეჭამ ბევრს მოიმატებ წონაში. ესაა ფიზიკის კანონები. ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე ასე. რადიენტი დაგეხმარება, რომ ბუნებრივი ფიზიოლოგიური შიმშილი შემცირდეს და ეს მადა შემცირდეს, მაგრამ ის არ დაგეხმარება ფსიქოლოგიური სურვილის შემცირებაში, ამაზე პასუხისმგებელი შენ ხარ. ანუ ის რომ მაგალითად არ გინდა და თუ მაინც შეჭამ, იმიტომ რომ შეჩვეული ხარ. ამას რადიენტი ვერ დაეხმარება, რა თქმა უნდა, ეს საკუთარი პასუხისმგებლობა. ამიტომ გასამიჯნია, რომ რადიენტი გეხმარება იმაში, რომ ცოტა მიიღო და წონაშიც დაიკლო, მაგრამ რადიენტი ვერ გეხმარება შენს გადაწყვეტილებებში, გადაწყვეტილება უნდა იყოს შენი და დანარჩენში დაგეხმარება რადიენტი. ბიოლოგიურ პროცესებში დაგეხმარება რადიენტი, რაც საჭიროა. შემდეგ კითხვა არის ხოლმე ასეთი, რომ როგორი შედეგები აქვს თქვათ რადიენტის მიღებას, ან რას ვიგრძნობ აი რადიენტის მიღების დროს. ასევე იცით შეიძლება რომ როცა წონაში იკლებს ადამიანი, ხშირად არის რომ იკარგება წყალი და ეს რადიენტის მიღების დროს ეს ხომ არ ხდება. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ცვლილებებს ადამიანი გრძნობს მალევე. სასწორლო ცვლილებებს როგორც წესი მე-7 მე-10 დღიდან გრძნობენ ადამიანები და ხედავენ და იმას რომ ნაკლები შეა, ნაკლები craving შაქრის მოთხოვნილება აქვს და აი ეს ძლიერი შეგრძნება იმის რომ შაქარი ჭამოს ნაკლები აქვს. უფრო სტაბილურია დღის განმავლობაში ადამიანი სტაბილურად გრძნობს ენერგიას, აი სისუსტეს არ გრძნობს, რაც უჭმელობას მოსდევს ხოლმე და უკვე რამდენიმე კილო მესამე მეოთხე კვირისთვის უკვე დაკლებულია. რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ადამიანზე, დამოკიდებულია საწყის წონაზე, დამოკიდებულია როგორ იკვებება.